აი ამ ეწუდებზე აგებულ სპექტაკლში კიდევ ჩართულია მეორე ანგელოზი, ასე ვთქვათ, ქეთი კანტიძე ასრულებს მას, რომელიც თითქოს აკვირდება აი ამ ადამიანად დაცემულ ბჭყალებში ანგელოზს, როგორ ვითარდება მისი ცხოვრება დედამიწაზე და ძალიან საყვარელი ისეთი პირველი მისი გამოჩენის დროს ესე ნიმბი აქვს თითქოს გაკეთებული და ეს ამ ნიმბს ინთება ეს და ნუ აი ისეთ საყვარელი სასაცილო თბილი პერსონაჟის შექმნა ქეთიმ სულ ხო გეუბნებით ორჯერ თუ სამჯერ ჩაივლის სცენაზე, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი სახე შექმნა პერსონაჟი ტიპაჟი. იცით რა, პირველ რიგში ვთქვათ, რომ ბესომ შემასხა ფრთები. ბესოს უნდა ყოფილიყო იცით როგორი პერსონაჟი, შემთხვევით შემოივლიდა, მე ხო ვარ დასის გამგე თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, შემოიარე და დაინახეო, რომ ონისე რაღაცას აკეთებს იქო ვიღაც და გაბრაზებულმა გაიარეო. ესე ფრთები გექნებაო და თან მე უცებ ანგელოზად გადაიქცე. ესეთი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო და ყველა სპექტაკლზე სხვა უნდა შემოსულიყო. დღეს მე ვიქნებოდი ხვალ ლევანმაც კი გამოთქვა სურვილი, რომ მეც ვიქნები ერთი გამლელიო. ხო და მე ყოველ დღე ვეხოცებოდი ბესო, როდის გვექნება რეპეტიცია, მე რას ვაკეთებ მითხარი, შენ ქეთი იცი, აი ესე გაივლი, დაინახავ ამას და ციტა რაღაცებს მეუბნება, თან ვერ ვიგებ რა უნდა ვფიქრობ, თან მეშინია, თან მინდა. თან ფიქრობ რა ალბათ იულია გავივლი და მეტი არაფერი. და უკვე პრემიერად გება და ფესო მეოთხარი და გება უკვე პრემიერა და იქნებ რაღაცა მითხრა და გამაკეთებინო. კაიო, ქეთი მითხრა, აი ესე გამოხვალ აქედან და უცებ ეს შარავანდეთი აინთება, შეამოწმებ იქ ნახა და გადაიქცევი ანგელოზად. არა, კი ხარ ანგელოზი, მაგრამ არ გინთია ეს და შეწუხებული ხარ, რატო არ გინთია? თან გინდა რომ ისეთი იყო, თან მიწიერი ხარ, მე გახდები უცებ ზეციერი, თან ყველაფერი გინდა, რასაც ის აკეთებს, მაგრამ შენ ამას ვერ აკეთებ. მე მეორე გამოსვლაზე ხედავ, რომ იმან დაანგრია ყველაფერი, შეიცხადებ, რომ როგორ დაანგრია ყველაფერი. შენც გინდა რომ ისეთი იყო, მაგრამ ვერ ხარ. მე ჩამოდიხარ და უკვე აღარა გაქვს შარავანდეთი, თუ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და ბაძავ იმას. ის ხო არა ჩვეულებრივი ადამიანია, ონის 1000 რაღაცას აკეთებს, მეც მინდა, მაგრამ ვერ ვაკეთებ. მეც მინდა რომ ვიყო მაგი, როგორიც ის არის. მე დავინახავ რომ გაფრინდა, გამოვალ და ვფიქრობ, აი მეც ახლა ბუმბულებს, მეც ჩამოვაგდე, მეც გავაკეთებ, ვერ აკეთებ და ესე ამიხსნა ბესომ და ესე ვეხოცებოდი, დავდევდი და როგორც იქნა ეს ყველაფერი მითხრა. ხო, ქეთისთან ესეთი მომენტია, რომ ონისობა მოუნდა, აი უცებ ქეთი იქ არის კარგი, როდესაც ღრუბლებში დადის და უცებ მიწიერი რომ ჩამოვიდა და არ გამოდის ეს ფოკუსი და ამ დროს მაგრამ აი ის იყო რომ აი მაინც ყველაფერი კარგად იქნება, ერთი ჩამირთემ და ესეთი მხიარული ნოტით მიდის რომ ცხოვრება ძალიან მშვენიერია და ცხოვრება გრძელდება. ეს სახერად მაჩვენებდა ამ ყველაფერს, რა ვიცი, გავაკეთე, მოვიფიქრეთ მე და ყველა სპექტაკლის წინ მეუბნები. ბესო, დღეს სევდიანი ვარ. ხო და ქეთი გადი და ითამაშე სევს და მეუბნება და ესეთ რაღაცებს მეუბნება ხოლმე ყველა სპექტაკლის წინ და რა ვიცი, თუ გამომდის, ესე იგი ბესო მიკეთებ შთაგონებას რაღაცას, რა ვიცი, ვაკეთებ. ესეთა მიყვარს ჩემი პერსონაჟი, ცოტა ესეთი სევდიანი. ჯერ არის იქ ჩარლი ჩაპლითან ერთად გახსოვთ ალბათ როცა და გამოდის ესე და იყიდეთ არ იყიდიან და მე ვცებ რეალობაში რომ კარგით იყიდეთ რა ხო ხედავთ ბრმა და თქვენ კიდე რა მოგივიდათ რა მართლა რა და არაფერი თქვენ არ გესმით და გადის გაბრაზებული ქალი განაზებული დგას ბრმა უნდა რომ ყვავილები გაყიდოს ჩარლი ჩაპლინიც გასულია ის ვეღარ შეუგროვებს ფულს უთვალები აი ხლა ეს ყველაფერი აი ეს ამაზე ფიქრობს
ონისას ვეუბნები, ონისე რა გავიკეთო მეთქე, ბესო მითხრა რაღაც ეს ცოტა თეთრი წაის რაღაც და მე ონისე დამხატე თქო და ონისე მომიფიქრა ეს გრემი და გამიკეთა და რა ვიცი, აი ესე მე თვითონ ვისწავლე და მე თვითონ ხანდახან წარმოს ვერ ვიკეთე, ხოლმე ონისე გამიკეთა რა ვეხოცები და ესე მეკეთებს ხოლმე და აი ესე ერთმანეთს აი ესე ონისის მოფიქრებული გრემია. არაჩვეულებრივი ბავშვები გვყავს ჩვენ ელენე, ზაზა, ლუკა ნახეთ თქვენ და სულ უყურებდე, სულ შევნატროდი და მომიწია მათთან ურთიერთობა და ეხლა საგასტროლოდ ერთად ვიყავით და ძალიან დავმეგობრდით და რაღაცა მეც გავახალგაზრდავდი როგორც ისინი არიან პატარები, მეც დავპატარავდი, ეხლა მინდა იქნებ თითები რაღაცნაირად, მეც თითებში რაღაცა 1-2 თითი მაინც გამაძლებინონ ეს რაღაცნაირად. სახში რომ მიდირო ვაკვირდები ხოლმე, იქნება ჩემ თითებიც რაღაცა ცოტა პუტკუნა თითები კი მაქვს, მაგრამ გავხდები თუ საჭირო იქნება, რა ვიცი, ნახოთ. ადამიანს მოდი შევთანხმდეთ, ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუ კი მოინდომებს. ადამიანს შეუძლია ფრენა, მარტივად. თუ კი ამას იგი მოინდომებს და თუ ის ამაზე კი არ იფიქრებს, არამედ დააჯერებს თავის თავს. ანუ ხელებით რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამის, თუმცა თქვენ დარწმუნდებოდით ხელებით რამდენი ბოლეროს ცეკვა ხელებით. ალბათ ვიღაცის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ამ ბიჭმა ლუკამ აი საოცრება მოახდინა, ხო? ეს და მე მიხარია უბრალოდ აი ბოლეროს ცეკვა, ხელების ცეკვის დროს რაღაცა თანამონაწილეობა რაღაცა მომენტში. მე რა გავდივარ უკან. და ანუ ხელებით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ხელებით შეიძლება როგორც სიტყვას შეუძლია ააშენოს და სიტყვას შეუძლია დაანგრიოს, ასევე შეუძლია ხელებს ყველაფერი გაკეთოს. აღმოჩენა ამ სპექტაკლში ჩემთვის, თავად როდესაც რეჟისორს ვკითხე, რომ სად აღმოაჩინეს, იგი არ არის პროფესიონალი მსახიობი. ეს არის სპექტაკლის ფინალური ეწუდი, სადაც ბოლეროს ეწუდი არის გათამაშებული და ეს ახალგაზრდა ყმაწვილი ცეკვავს ხელებით ეს ბიჭი, მხოლოდ ხელებით. თუმცა ეს სპექტაკლის ყველაზე მომხიბლავი, ასე ვთქვათ, ეს არის, აი მართლა სიტყვებით ეს წარმოუდგენელია, რომ გადმოსცეს. საერთოდ ესაა თითების ცეკვა, ცეკვის ერთ-ერთი სახეობა ქვია ტატინგი. და ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ესეთი თითების თეატრის რეჟისორი, დირექტორი ეძებს ესეთ სტილის, ვისაც შეუძლია ხელები კარგად ასავსაოს, ასე ვთქვათ. თავიდან არაფერი არ ვიცოდი, ანუ არც ამოძრაობებით სპექტაკლშია, ამდა გამეკეთებინა მეშინოდა, რას მომთხოვენ. თავიდან კი მეშინოდა, მაგრამ აი ნელ-ნელა ჩამოყალიბდა 3 თვე ვითვალეთ, ასე ვთქვათ. და 3 თვეში შევქმნით. როგორც გითხარით, არ ვიცოდი ამდა გამეკეთებინა, იმიტომ ეს როგორც ცეკვა არა. მე ვიყავი მოცეკვავი უბრალოდ. მე არ ვიყავი ქორეოგრაფი, აი დამედგა ცეკვა. მე ვცეკვავდი მუსიკის, ანუ ძალიან როგორ ვთქვათ, ქაოტურად მოდიოდა ეს მოძრაობები, ასეც რისგანაც უბრალოდ შენ იღებ სიამოვნებას, მაგრამ მე მომცეს მიზანი, რომ ეს სხვასაც დაანახე. მხოლოდ შენ კი არ გესიამოვნოს, ეს ხალხს ანახე. ხალხს სიამოვნოს. და მე თავიდან გამიჭირდა სიმართლე გითხრათ, მაგრამ აი წყვალება, აი ცოტა სერიოზულობა უნდოდა და 3 თვეში ეს შევწელით ყველამ ერთად. იქ დაპრება იყო საჭირო, იქ ცოტა შემართება და ასე ვთქვათ, არაფერი არა შეუძლებელი. ძალიან მეშინოდა. ეხლა უკვე ერთი 10
სპექტაკლის შემდეგ გამიარა როგორც იქნა. ამაი ნერვიულობამ შევგადიხარ მარტო სცენაზე. რა ყავს გვერდში რაღაც დროითაც გინდა 4 წუთით. ჩემთვის ძალიან ძნელი. ასე ვთქვათ. მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი სიამოვნება დაღლილიო იციო დაგიფასა ხალხმა ეს ყველაფერი და მოსწონთ ეს შენი ამისგან შენც ღებულობ სიამოვნებას. და ამითი ავსებული შემდეგი სპექტაკლისთვის უფრო მეტი შემართებით და უფრო მეტი სიყვარულით მაყურებლისადმი მიმართები მე. რაღაცები ამოვჭრა. და მუსიკა. ნუ რაღაცები რა თქმა უნდა რეპეტიციის დროს სულ ვიჯექი და ვეძებდი და მე დავუძახე ზურას გაგლოშვილს. ზურა მეთხარია. აი ეს არის განწყობა თქვა და ნუ ზურამ ეს არ ვარგა, ეს იქ არის ვარგებს, ამას ეს ჯობია. ანუ რომ მიხვდა რა არის, უცებ ზურასგან წამოვიდა ფანტასტიკური იდეები, რაღაც მომასმენინა რამოდენიმე. ნუ ის გადმოვყარეთ და ეს მე შეიკრა ესეთი ჩაპლინთან დაკავშირებით ჩვენ ვიმუშავეთ, ალბათ ყოველდღიურად მოვდიოდით რეპეტიცია ინიშნებოდა, ჩვენ საუბრობდით, გავთავდოთ რაღაც ამბებზე, რაღაც ამის ირგვლივ რა თქმა უნდა. შემდეგ გადავედით რაღაცა მოქმედებაზე, ანუ რაღაცების კეთებაზე და ნუ მივადექით ჩაპლინს, რომელიც ჩემთვის ძალიან სირთულეს წარმოადგენდა და ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი სახიობი და პიროვნება და რა ვიცი ყველაფერია, სამყაროა ჩემთვის ჩარლი ჩაპლინი და ძალიან ფაქიზად არა, აი შიშით მივედი მასთან. და როდესაც დავიწყე თქვა გაცოცხლება, რა თქმა უნდა, თითია იქ თვითონ თავია, ქუდია, ჯოხია, რომელიც მისი ატრიბუტიკა, რომელიც აუცილებელი იყო და ძალიან ნელა გადავდგით მისკენ ნაბიჯი. საბოლოო ჯამში როცა ვინმე მეუნება, რომ ეს ძალიან კარგი იყო და მე მომეწონა, მე ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ მე აქ იმდენად ჩართული ვარ, ვერ ვგრძნობ, რას ვაკეთებ. სწორად მივდივარ, ცუდად მოძრაობს, კარგად ანუ ეს ძალიან ჩემთვის ძალიან ისეთ საამაყო და მიხარია თუ მოგეწონათ. ეს უთხარი ონისის რა, ორი ეტიუდი მინდა დავამატო კიდე თქვა რა. ორივე არის ძველი სპექტაკლიდან, მაგრამ აი როგორც ტანგოს ასე ვთქვათ გადაკეთება მოხდა, კარმენი გახსოვს, აი ეს კარმენი მინდა ჩავამატო აქ, იმიტომ ელენე და ზაზა თამაშობენ კარმენს და აი თვითონ უცებ ონისე უნდა გახდეს ისე, აი ონისე უნდა შექმნეს ეს რაღაცა. და კიდე არის ერთი კარატეს ეტიუდი იყო, ნუ ცოტა იუმორიც რო იყო. ისიც მინდა შევიტანო რა. ნუ ქათამაძეზე, აი ქათამაძე იყო, ესე იგი დავდივარ და ქათამაძეს ეტიუდი პაროდია ქათამაძეზე. ნუ ახლა ნინოს ბოლო დროინდელი თმის ვარცხნილობა ვიცით და ახლა მინდა მივიღო ეს. ელენა და დაიწყო ელენამ ხსოვა. გავაკეთეთ. გაკეთე ბუტაფორია. აბა ეს წავედით ბაზრობაზე ვიყიდეთ თოკი. დავახვიეთ ეს მაინც არ არის და კარგი არ იქნება ქათამაძეს ამოვიღებ და რაღაც სხვა იქნება და დავიწყე და დავახვიე და ეს გორგალი დავახვიე. აი თქვი ქათამაძე. ნინო გაგიშდა აი ბოლოს რომ მიკროფონთან რომ მიდის და რო აღღარუნებს. ძალიან ყვაყოფილი წავიდა. იქნება რაღაც მეთხარი მომცემ უფლებას იქ რა თქმა უნდა და შეიძლება რაღაცა კლიპის მაგვარი გავაკეთოთ აი თითებით და ნინოს მუსიკაზე და რაღაცა
ასე ვთქვათ, ერთობლივი პროექტი გავაკეთოთ და ერთი რაღაც საკერავი მანქანა დგას, რაღაც პატარა სარკე, ის ლაბადების საკიდი ხის და პატარა მაგიდა. აი, მხოლოდ ეს არის სცენაზე და ამ მაგიდაში იქ უჯრებში რაღაც პატარ-პატარა ნივთებია ჩალაგებული, რომელსაც სხვადასხვა ეპიზოდში იყენებს ხოლმე. ეს თითქოს არაფრისგან, აი ნივთებს გულისხმობ, იგი ქმნის მთელ სანახაობას. ბობ მარლეის მიერ შესრულებული Don't Worry Be Happy რომ არის სიმღერა. აი როგორ აქვს, მხოლოდ ესე იგი იატაკის ჯოხი, აი ამ ჯოხზე წამოაცვამს ონისე რაღაც იმას ფოჩებიან იმას და აი ამით ასრულებს ბობ მარლეის ცნობილ სიმღერას. ძალიან მცირედი იმების გამოყენებით ბესო ქმნის რაღაც არაჩვეულებრივ სანახაობას და თითქოს ფიქრობ, რომ ნუ აი რამხელა ფანტაზიის უნარი აქვს ამ ადამიანს. და მივხვდი რომ აი ნივთები და იმიტომ არის აი ონისე შემოდის, ეს იმის ასაღებია ხო ის ცოცხი უცებ მაკფერენი გახდა ის ჩიხლაძეებზეც იმას ფენით და უცებ გამოვიდა რაღაც ეტუდი აი ნივთების გათამაშების არ ველოდი ესეთ რეაქციებს რა სიმართლე გითხრა არ იყო ეს გათვლილი რომ ვიღაცა ცრემლი გადმოუვარდებოდნენ მოდიან მე სპექტაკლის მერე იცით ცრემლი მომადგა აი შენც ხო და მივხვდი რომ ეთყობა რაღაცა ხდება მართლა მოხდა ამ სპექტაკლში ისეთი რომ აი ემოცია წამოვიდა და ყველა სპექტაკლს ერთი და იგივე სპექტაკლის დასაწყისი არის სიჩუმე რეაქცია არ არის თუ დაუკვირდი მეორე ნაწილში იწყებს მაყურებელი რაღაცის ვაიმე და ტაშის დაყრაც კი ხო ცდილობენ არ დაუკვირდეთ გონიათ რომ აი შებოჭილობა იყო მე მოხდა ისეთი რომ ბავშვები მოვიდნენ ერთ სპექტაკლზე და აი მე ხო კულისებიდან უყურებდი და აჩერებდა მშობელი ბავშვი ხონკოჭო და მე მივხვდი რომ გამოვდივარ სპექტაკლის წინ და რაღაცებზე რომ ვლაპარაკობ სულ ვეუბნები მიეცით ბავშვებს უფლება აკეთონ ის რაც ფანტასტიკური რეაქციები აქვს ზუსტი რეაქციები და ნუ ჩაუშვებთ იმ ემოციას რა ამოუშვან რა ეს ყველაფერი რაღაცა და შემდეგ მოხდა ერთი სპექტაკლის შემდეგ რომ აი ეს ქაღალდები რო ყრია აქ ამბავი იყო ბავშვები ის ნუ ცვენა რაღაცა წამოდი შვილო სახში და აცავით მეთქარი ითამაშონ ეს ამისთვისაა რომ აი ნახონ რომ ეს სცენა ახლა შენ სცენაზე ხარ შეგიძლია შეხვიდე კულისებში რაღაცა აიღო რაღაცა ნახო მოკიდო რეკვიზიტს ხელი და ეს გამახსოვრდება როდესაც პატარა ხარ ცხოვრება ძნელია ხო რთული აი ესეთი სპექტაკლები რომელიც სითფოთი სიყვარულით სილამაზით გავსევს მე ვფიქრობ რომ აუცილებელი და საჭიროა სიყვარულზე გვესაუბრებიან ამ სპექტაკლში ეს რა თქმა უნდა არავერბალური სპექტაკლია და მხოლოდ ეს თითების ხელების პლასტიკის პანტომიმის მეშვეობით გადმოსცემს რეჟისორი და შემოქმედებითი ჯგუფი თავის სათქმელს და მუსიკის მეშვეობით რა თქმა უნდა და მე
ვთვლი, რომ ეს აუცილებელი და საჭიროა. აი ხო გეუბნები დღემდე რომ მახსენდება რაღაცა სცენები და ეპიზოდები, ну არ ვიცი, აი რაღაცნაირი სითბოთი ვივსები და სიხარულის და იმის გზნობა გეუფლება ამ სპექტაკლის შემდეგ და ვფიქრობ, რომ ყველა ოცნება, რომელიც შენ გაქვს და გონია, რომ შეუძლებელია ამ ოცნების ახდენა, როდესაც ეს სპექტაკლი მთავრდება, გამოდიხარ, შენ ფიქრობ, რომ ადამიანს ყველა ოცნება აუსრულდება. მთავარია, რომ ძალიან გინდოდეს ამ ოცნების ასრულება. აი ასეთი განწყობით გამოდიხარ ამ სანახაობის შემდეგ, რისთვისაც მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ბესოს, ეს უკვე მე რამდენი სპექტაკლია, რომელიც ესე მაყურებელს ძალიან დიდ, კარგ და ლამაზ სანახაობას თავაზობს და უსურვებს შემდგომშიც დიდ წარმატებას მას.